გაარჯევათ მეგობრებო, ძალიან მიხარია, რომ მარათონის მესამე დღეს ვაგრძელებთ. დააპაუზეთ ვიდეო და დაწერეთ წინათ მოცემული რჩევები როგორ გამოგადგათ. ახლა კი მოდი განვაგრძოთ შემდეგი ტექნიკების გაზიარება. როცა შევაბიჯებთ მარკეტინგის, კონტენტ კრეატორობისა და მსგავს მუდმივად ცვალებად სფეროებში, აქ აღარ გამოგვადგება მიდგომა, უნდა დატკბეთ ცხოვრებით და გაერთო მეტი. აქ ისეთი მობილიზებულნი უნდა ვიყოთ, რომ მუდმივად რაღაცის შექმნასა და განახლებაზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებულნი. დაიწყე ყოველდღიური საქმიანობა გადაუდებლობის შეგრძნებით და ნუ შეგეშინდება, რომ ეს რთული იქნება, რადგან თუ კი საქმეს შემოქმედებითად უდგები, უკვე ეს გმუხტავს ენერგიითა და მეტი მოტივაციით. თუ თვლი, რომ რესურსულად გამოფიტული ხარ, უბრალოდ სუბუქად დაიწყე ჯერ რაიმეს შექმნა, მაგალითად გამოაქვეყნე ერთი მარტივი პოსტი, ჩაწერე ვიდეო, სადაც ყვები თუ როგორ ჩაიარა დღემ და ასე შემდეგ. დამიჯერე, მეტი შექმნის მოტივაცია და ძალა თანდათან გაიღვიძებს. რა თქმა უნდა, შესვენებებიც აუცილებელია, თუმცა როდესაც მუშაობისა და შექმნის პროცესი მიმდინარეობს, დაუთმეთ საკუთარი სრული ყურადღება მას. თუ საქმეში წარმატება გსურს, დროებით არ იფიქრო ყოველდღიურ არაფლის მომცემ წვრილმანებზე და იმისთვის მოემზადე, რომ შესაძლოა რამდენიმე კვირა მოგიწიოს სასიამოვნო გართობაზე, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში არაფლის მომცემ აქტივობაზე დროებით უარის თქმა. იმაზე არ იღელვო, როცა დაიწყებს გავს ცვლილებებს, რაც გეტყვიან გარშემო მეგობრები ან სხვა გარშემომყოფები. როცა შრომის შემდეგ უკვე შედეგზე გახვალ, მერე მოვა დაფასებაც. კი, ხანდახან ძალიან მოსაბეზრებელი შეიძლება გახდეს რომელიმე საქმის კეთება მუდმივად, მაგრამ ისე მოიქეცი, თითქოს ძალიან გაინტერესებს ის, რასაც აკეთებ და თანდათან დაინახავ საკუთარ თავში დადებით ცვლილებებსაც. ახლა შევეხოთ სწორი სისტემის შექმნას. რატომღაც ადამიანების უმეტესობას გონია, რომ აქამდე ხსენებული სფეროები მუდმივად ქაოსური, თავისუფალი და არადისციპლინირებული მიდგომით გამოირჩევა. ადამიანებს გონია, რომ კრეატორები დღის მანძილზე ერთ ვიდეოს ჩაწერენ, მერე გამოაქვეყნებენ, დააგროვებენ ნახვებსა და ლაიქებს და სულ ესაა, მაგრამ რეალობაში ის ადამიანები, რომლებიც გრძელვადიან შედეგებს აღწევენ, თავიანთი ძლიერი სისტემით მოქმედებენ. სწორედ ამ სისტემამ მოუტანა მათ მეტი შემოსავალი, აღიარება და შედეგიანობა. სისტემის გარეშე ისე ვიქცევით, როგორც ადამიანების უმეტესობა იქცევა. საქმეს მარტივად ვანებებთ თავს, მალე ვიღლებით, ან ვერ პოულობთ ახალ შესაძლებლობებს საქმე განვაგრძოთ. სისტემა გვაძლევს საშუალებას მუდმივად ჩართული იყო შენ სფეროში და ისე იცოდე, რას როგორ აკეთებ, როდის აკეთებ და რა მიზანს ემსახურება ის, რომ წარმატებას მართლა მიაღწიო. სისტემაში განსაზღვრული გაქვს დღის მანძილზე, რას რამდენი დრო უნდა დაუთმო. სისტემა დროთა განმავლობაში იხვეწება და იცვლება კიდეც. მისი შექმნა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მუშაობს შენთვის კარგად. დამიჯერე, სისტემა შესაძლოა დამაზიანებელიც იყოს, თუ არ გადააფასებს სწორად ყველაფერს. ისიც სისტემაა, როცა არაჯანსაღი ცხოვრების სტილი გაქვს. მუდმივად დაბალ შემოსავალზე მუშაობ. არ გაქვს ის გარემო შექმნილი, რომელშიც თავს ბედნიერად გრძნობ. ამის გაცნობიერება მნიშვნელოვანია, რადგან მეტად მარტივად გავიაზრებთ, თუ რა არის საჭირო სისტემის პოზიტიური კუთხით შემოსაბრუნებლად. სისტემების შედგენისას ჩამოწერე შენი მიზნები, ამ მიზნამდე მისასვლელი საჭირო გზები და რა შეგიძლია ყოველდღიურად მოიმოქმედო ამისთვის. არ უარყო აქ შენი მთავარი ღირებულებები და პრიორიტეტებიც სწორად განსაზღვრე. აგერ ჩემს მაგალითს გაგიზიარებ. დილით პირველ რიგში ვიწყებ ყველაფრის ანალიტიკით, მაგალითად რა გაკეთდა, რა შედეგები მომიტანა კონკრეტულმა საქმემ და დღეს რა პატარა ნაბიჯის გადადგმა შემიძლია გაუმჯობესებისთვის. დღის სხვადასხვა მონაკვეთში სისტემა სხვადასხვა ამოცანებს და გასაკეთებელ საქმეს თხოვს. გაითვალისწინე სისტემას დეტალურად გააზრება სჭირდება და არ გქონდეს თავიდან იმის ამბიცია, რომ ზედმეტად ბევრი პასუხისმგებლობა აიღო საკუთარ თავზე. შექმენი საკუთარი ეგრეთ წოდებული განცხადება, ანუ პრინციპების განზრახვებისა და წესების ერთობლიობა, რომელიც შენი ცხოვრების წესს განსაზღვრავს. ხშირად საკუთარი ხედვებითა და რწმენებით იმდენად დიდ მოტივაციასა და ენერგიას ვიქმნით, რომ აქ უკვე სხვებიც გვიბავენ მხარს. განცხადება არ უნდა იყოს მძიმე და არარეალისტური. აქ შეგიძლია ჩართო საკუთარი მისია, გზამკვლევი პრინციპები, ღირებულებები, მთავარი მიზნები. შეგიძლია ჩამოწერო არა მხოლოდ საკუთარი, არამედ სხვა ადამიანების ფრაზებიც, რომლებიც ძალიან დიდ ინსპირაციას გაძლევს და გააკარი ოთახში ისეთ ადგილას, რომ მუდმივად შეძლო მისთვის შეხედვა და გახსენება, თუ რას რა მოტივით აკეთებ. დღეისთვის სულ ეს იყო, ხვალ კი უკვე ვიწყებთ მარათონის მეოთხე დღეს, ამიტომაც რაც აქამდე მოისმინეთ, გთხოვთ, რომ თანდათან დაიწყოთ ამ რჩევების გათვალისწინება და ახალი სისტემებისა და ჩვევების თქვენს ცხოვრებაში დანერგვა. აბა დროებით.